გამარჯობა. მოგესალმებით, ჩემი ხმა ისმის? დიახ. ისმის. დიახ. გამარჯობა. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. გამარჯობა. გამარჯობა. შოთა, მითხარი, როდესაც დაწყებას დავაპირებთ, შემოდიან როგორც შემოდიან და თლიანად რო გაივსება. კი ბატონო. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით, ხალბატონო მანან. ხომარაჯობა ჩვენ დავიწყოთ და ნენელა შემოგვერთდება. ბატონო, დავიწყოთ. მოგესალმებით ყველას. დღევანდელი თემატიკა არის დასაქმებულთა უფლებები COVID-19 პანდემიის დროს. ტრენინგს წაუძღვება ბატონი შოთა იასაშვილი, რომელიც არის გეთო პროექტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ანტიკორუფციული, ანტიმონოპოლიური და ნეგატიური ფაქტების შესწავლისა და რეაგირების საზოგადოებრივი ცენტრის დამფუძნებელი. ასევე საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის იურისტი, იურიდიული მომსახურების სახლის იურისტი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების იურისტი. ბატონ შოთას უსურვებ წარმატებებს და ყველას დიდი მადლობა, დაინტერესება იყო მაღალი. შესაბამისად, გისურვებთ წარმატებებს და ნაყოფიერ ტრენინგის ჩატარებას. მადლობა დიდი ზიადი წარდგენისთვის. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ გამონახეთ დრო და ესწრებით ტრენინგს. იმედია მოგეწონება ტრენინგი. რამე თუ ჩვენ შევეხებით ძალიან მნიშვნელოვანი თემებს, ისეთი რომელიც დღეს მნიშვნელოვანია მტკივნეულია ბევრისთვის, დასაქმებულთა უფლებები პანდემიის დროს. და აღსანიშნავია თუ რამ დიდი ზიანი გამოიწვია ეკონომიკაზე, კვლავ აქვს მასზე გავლენა ტურიზმის სფეროზე, ბიზნესის, მცირე ბიზნესის, რამდენიმე ბიზნესი დაიხურა, უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. აი მაგალითადაც თუ გავიხსენებთ სტატისტიკას, თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით 3000 ადამიანი რჩება ყოველდღიურად სამსახურის გარეშე და თუ ასეთი დიდი ქვეყნები და შტატები ასეთ ზიანს განიცდიან, თუ რა იქნება ჩვენთან, ძალიან საფრთხილო არის. შედეგების დღესაც გვაქვს რამდენიმე კომპანია დაიხურა და გავიდა ბაზრიდან
ბევრიც დარჩა სამსახურის გარეშე და აღსანიშნავია პროგრამები, რაც განახორციელა საქართველოს მთავრობამ, რომელიც შეიძლება ვიხილოთ მის ოფიციალურ ვებგვერდზე stop.gov.g, რომელიც ემსახურება კორონავირუსით სტატისტიკასა და ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. ჩვენ გვაქვს ორი პაკეტი. ეს არის მოქალაქეების ზრუნვისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი, რომლებიც შედგება 515 მილიონი დოლარისაგან და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველასთვის ცნობილი პაკეტებია მოქალაქეების ზრუნვა, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, რომელიც ყველას ეხება, 1200 ლარიანი დახმარება სამსახურ დაკარგული პირებისათვის და 300 და 600 ლარიანი დახმარებები. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერაც ასე რთულ სიტუაციაში, რამე თუ ბიზნესები ზუსტად იმიტომ არ ყვებენ დასაქმებულთა უფლებებს, რაც გამოიკვეთა, რომ მათ არ აქვს შემოსავლები, ისინი კარგავენ წყაროს, მათ ვერ მიიღეს საკმარისი თანხები და ამ მიზეზის გამო ან თავისუფლებენ დასაქმებულებს. გვაქვს პაკეტებში საშემოსავლო გადასახადების შეღავათი, გვაქვს ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისათვის, რომელიც ყველაზე დიდი შემოსავლიანი წყარო იყო ქვეყნისათვის და მოხსენებათ ძალიან დიდი დანაკარგი განვიცადეთ და სხვა მნიშვნელოვანი დახმარებები, რომლებიც შეიძლება გაიცნოთ ვებსაიტზე. ასევე მინდა შევეხულოთ თუ რა დარღვევები დაფიქსირდა ამ პანდემიის დროს. ეს პანდემიის გამოიწვია ესეთი დარღვევები, რომელიც ხელფასის შემცირება ყოველად დაუსაბუთებლად დაუკანონოთ, არ იყო შეთანხმებულები მხარეები ხელფასის შემცირებაზე. ანაზღაურების სრულიად უარის თქმა, როდესაც ადამიანს ამუშავებდნენ თვეების მანძილზე და ეუბნებოდნენ, რომ გადაუხდნენ თანხას, სინამდვილეში კი მათ არ უხდიდნენ ამ თანხას. გვაქვს ასევე დასაქმებულის არანაზღაურებული შობულების აღების დავალება, ან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა, როდესაც პირდაპირ ავალდებულებს დამსაქმებელი უფროსი, რომ წავიდეს ადამიანი არანაზღაურებულ შებულებაზე, რადგან უბრალოდ კომპანიას ასე აწყობს და ვერ მიიღო შემოსავალი და ის მოგწაგებაში გადის. დამსაქმებლის მიერ თვითიზოლაციაში მყოფი დასაქმებული სამსახურში გამოცხადების დავალდებულებაც კი გვაქვს სახეზე, როდესაც ადამიანის ჰქონდა შეხება დაავადებულ ადამიანთან და 14 დღის მანძილზე მოგეხსენება, თუ ის უნდა იყოს სრულად იზოლაციაში, რომ სხვას არ გადასდოს ეს დაავადება, ამ დროს უფროსები ურეკავდნენ ასეთ ადამიანებს და სხოვდნენ, რომ სამსახურში გამოცხადებული იყო დაშინებები, სხვადასხვა დისკრიმინაციული მოქცევებიც, ამასაც ჩვენ შევეხებით. გვაქვს ასევე დასაქმებულის მიერ დასაქმებულის პირბადეები და სხვა ჰიგიენური საშუალების უზრუნველყოფა, არაუზრუნველყოფა. ეს ხანდახან ადამიანებმა არ იციან დასაქმებულებმა და მე მინდა გამოვყო ეს ფაქტი, რომ თქვენ დასაქმებულები ვალდებული ხართ რომ დასაქმებულებს მიაწოდოთ ჰიგიენური საშუალებები, იზრუნოთ თქვენ დასაქმებულებზე, მიცეთ მედიკამენტები თუ საჭიროა, ასევე ჰიგიენურად მოაწესრიგოთ მსველი წერტილები და სხვა. თუმცა ჩვენ გვქონდა შემთხვევები დაფიქსირებული და ანტიკორუფციული და ანტიმონოპოლიურ ორგანიზაციაში სუსტად შემოვიდა ესეთი დარღვევები, სადაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენ თვითონ უნდა მოიტანოთ პირბადები, თქვენი ხარჯებით იღებთ პირბადები, სველი წერტილებიც მოაწესრიგოთ და ყველაფერი რაც დაწყებულია დეზობარიერი თქვენ გააკეთოთ თქვენივე ხარჯებით და კომპანია ამისთვის თეთრს არ დახარჯავს. მე მინდა თქვენ დაგისვათ შეკითხვა, თუ ასეთი შემთხვევა თუ გქონიათ, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, რამდენიმე შემთხვევა ჩამოვთვალეთ ჩვენ მოგეხსენებათ და ვისაუბროთ ამ დარღვევაზე, თუ თქვენ რა გადახდათ თავს, ან თქვენს ახლობელს თუ არის ასეთი შემთხვევა, საინტერესოა. მოგესალმებით, კი, ჩემს ახლობელს ქონია, აქედან აი მაგალითად ბოლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულების პირბადებით და სხვა ჰიგიენური საშუალებებით არაუზრუნველყოფა. აქედან მხოლოდ პირბადები ქონდათ და სხვა, ასე ვთქვათ, დაცვის საშუალებები არ იყო. აი ეს მოგეხსენებათ უკვე დარღვევა. ეს ყოფილიყო, თუმცა იყო ეგეთ შემთხვევაც, რომ არ იყო. დიახ. და ეს თავისი ხარჯით, რა თქმა უნდა, ისინი ყიდულებდნენ პირბადეებს და სხვა. კი, თავისი ხარჯით იყო, ჩემი ოჯახის წევრი იყო და ამიტომ უფრო კარგად დავმახსოვრე. ძალიან აი ხშირი შემთხვევა არის, ესაც კი დაგეთანხმებით და
ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ საზოგადოებაში ალბათ მეტი ცნობიერება გვმართებს, რომ ავიმაღლოთ ამ კუთხით და არ დავერგნოთ. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც აშინებდნენ მათ განთავისუფლებისაგან, აი შენ თუ პირბადებს შენი თანხით არ იყიდი და შენი თანხებით არ მოაწესრიგებ შენ სამუშაო გარემოს, სადაც ის ოფისში იყო განლაგებული, მე განთავისუფლება მიამჭირდება ასეთი მოხელი და სხვა. ესე დაშინებები, ესეთი ძალადობებიც კი იყო დისკრიმინაციული შეურაცხყოფები და სხვა. საინტერესოა, რომ შრომითი უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ასევე დაცულია შრომის კოდექსით, გვაქვს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც სრულიად გლობალურად ეხება ამ პრობლემებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი მაინც მომზადებელი შეხვდა ამ სიტუაციას, მოგეხსენებათ პროფესორები ჰარვარდის, ჩვენი ქართველი მუშაკებიც კი გამოვიდნენ და თქვეს, რომ მსგავსი შემთხვევისთვის მსოფლიო არ იყო მზად, მათ კი არ ჰქონდათ გეგმა გაწერილი თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ამ შემთხვევაში და ეს დაავადება, ეს კორონავირუსი, რომელმაც ამ ხელა ზიანი გამოიწვია, სრულიად მოულოდნელად დაესხა თავს მსოფლიოს და მოკლედ და მხატვრულად თქვა, შეწყვიტა არსებობა ძველმა სამყარომ. და მაინც ეს გავითვალისწინოთ, აი ყველაფერი არ ჩვენ ზემოთ ჩამოვთვალეს, პირდაპირ და კავშირში და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნული საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, არღვევს საერთაშორისო კონვენციებსა თუ შეთანხმებებს და ქვემოთ წარმოვიდგინეთ თითოეულ პრაქტიკას და თითოეულ შეფასებას ამასთან დაკავშირებით. აი მაგალითად, პირველი შეკითხვა ასეთი. აქვს რა დამსაქმების უფლება, გაგიშოთ ანაზღაურებელ შეგულებაში, ან შეგეწყვიტოთ შრომითი ურთიერთობა. თუ დაგიკარგავთ სამსახური, ან თქვენ ახლობელს თუ მაინც შექმნია პრობლემა, ან საშიშროება ამასთან დაკავშირებით, ყველას გვეცოდინებათ, რომ აქ ძალიან რთული სიტუაციები იყო, იმიტომ რომ აი მაგალითად საცხოვრებელი სივრცის დატოვება ის უკიდურესი საჭიროების გარეშე წარმოუდგენელი არის და სამსახურში ვერ წახვალ უბრალოდ ლოკდაუნის დროს. ამასთან შეზღუდულია სატრანსპორტო მიმოსვლა, რაც ახლაც ვცერდება და დამატებითი სამუშაო ადგილების უმეტესობა მაინც უსაფრთხოების სტანდარტებს კი ვერც ამკმაყოფილებს. ძალიან დიდი საფრთხეები არის, რომ და სხვაც დაზიანდეს თქვენს დაზიანდეს ჯანმრთელობის კუთხით, ისე ფინანსური კუთხით. და თქვენ თუ გქონიათ შეხება, რომ გიმუშავია ძალიან დაუცველ გარემოში ამ დროს, ან უბრალოდ საფრთხე დაგმუქრებიათ განთავისუფლების. უშუალოდ პრაქტიკად საინტერესო იქნებოდა დამსწრეთაგან. თუ ალბათ ასეთ შემთხვევა არც ყოფილა, ანუ იკავებთ თავს. მაშინ ჯობს რომ გადავიდეთ, რომ ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალეთ ჩვენ საცხოვრებელი სივრცის დატოვება და შეზღუდული და სატრანსპორტო მიმოსვლა, ეს ყველაფერი რო ავიღოთ ერთიანობაში, ეს დროებითი შრომის უნაროობა. დროებითი შრომის უნაროობის დროს თავის მხრივ არ შეიძლება გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ეს დაუშვებელია და დროებითი შრომის უნაროობაზე გვაქვს ჩვენ განსაზღვრული ასევე საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბრძანება, მაგალითად რომელიც ითვალისწინებს დროებითი შრომის უნაროობის გამო დახმარების დანიშვნის წესს დასაქმებულისათვის. ამასთან ამავე ბრძანების თანახმად ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ, რომ მეორე თავის მეოთხე მუხლის გვექვეპუნქტში, რომ каранტინის გამო, დროებითი შრომის უნაროობის გამო დახმარების დანიშნვის პირობები და უდენობაც კი გათვალისწინებული. ანუ დროებითი შრომის უნაროობისთან არის გათვალისწინებული каранტინი, რომელთაც ბევრი დამსაქმებელი უმალავს ადამიანებს და ეუბნება, რომ ეს каранტინი არ არის, ეს არის სხვა შემთხვევა, ეს არის პანდემია, მაგრამ პანდემია თავის თავში ითვალისწინებს каранტინს. მაგალითად, ჩვენ უნდა შევეხოთ აუცილებლად შრომის კოდექსი. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დროებითი შრომის უნაროობა, რაც ვისაუბრეთ, ასე არის განსაზღვრული, თუ მისი ვადა არ იღამატება ზედიზედ, ანუ მიყოლებით 40 კალენდარულ დღეს. ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა დაჯამებული 60 კალენდარულ დღეს არ იღამატება, ეს არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. თუმცა თუ აღემატება, აქ შეიძლება უკვე მხარეების მოლაპარაკებები, ან შეიძლება უშუალოდ პირდაპირ შეგიწყვიტოს. დროებითი შრომის შეუსრულებლობა, მაგალითად, დროებითი შრომის უნაროობა არის შრომითი ურთიერთობის შეჩერების. ანუ დროებითი შეჩერების რაღაც ეტაპისთვის
და არა შეწყვეტის საფუძველი. ეს არის განდენი განსხვავება, როდესაც ეუბნებიან, რომ მე შენ შეგიჩერებ და ემუქრებიანო, ჩვენთან ვეღარ მოხვალ, ჩვენთან სამსახური აღარ გექნება და შენ დარჩები ესე უსამსახუროდ და აშინებენ, რომ თანხები არ გადაუხადონ, ან უსებს შეგულებაში გაუშვან არანაზღაურებაში და სხვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მათი უფლება არ არის და ხოლო დროებითი შეჩერება შეიძლება და არა შეწყვეტა. დასაქმებულის გარკვეული ნაწილი დასაქმებულთა დროებითი შრომის უნარობის საფუძველით შრომითი ურთიერთობის შეჩერების ნაცვლად მაინც აიძულებენ ეს თანამშრომლებს აიღონ არანაზღაურების გარეშე შვებულება ან საერთოდ წავიდნენ და შეწყვეტონ ეს შრომითი ხელშეკრულება, რაც დასაქმებულის შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ სიტუაციით, რომ საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას იგი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილონ დასაქმებული და მისცეს მას კომპენსაცია არანაკლებ ეთვისთვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. ანუ ითვალისწინებს კომპენსაციას და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტინა 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ის რომ პირდაპირ გაანთავისუფლონ ადამიანი, რადგან არის პანდემია, წარმოუდგენელია, კვლავაც მოქმედებს ის მუხლები და ის საერთაშორისო აქტები, რაც გვაქვს მიღებული და რატიფიცირებული, შესაბამისად, უნდა მიეცეს 30 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილება დასაქმებულს და შემდეგ ეთვისთვის ანაზღაურებას კი გადაუხადონ. ხოლო ისეთ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება ხდება მაინც 3 კალენდარული დღით ადრე, დასაქმებულს მიეცება კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტინა 30 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად, თუ თქვენ გაგაფრთხილეს 3 კალენდარული დღით ადრე, დასაქმებული გააფრთხილეს 3 კალენდარული დღით ადრე, ეს კიდევ უფრო მეტი კომპენსაციის მიღების საშუალება არის და აქ უკვე 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიეცეს 2 თვის ანაზღაურება მას. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ ფერს მაჟორზე. კორონავირუსის ეპიდემიის დროს შექმნილი მდგომარეობა შესაძლებელი დამსაქმებლის მხრიდან დაუძრეველი ძალათაც კი იქნეს აღთქმული. თუმცა დაუძრეველი ძალა იგივე ფორს-მაჟორული ორივე მხარის დასაქმებისა და დამსაქმებლისთვის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. და მხოლოდ მაშინ, თუ მხარეთა ურთიერთობა ნებისმიერი გზითაა შეუძლებელი, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოვიყვანოთ და როდესაც მან აღნიშნა მსგავსი, რამდენად დაუძრეველი ძალა შეუძლებს ხდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, ამდენად ფორს-მაჟორული სიტუაცია ნიშნავს მხარეთა მოუკიდებლად ობიექტურად არსებული ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობა გამოიცავს ხარის ბრალს. შესაბამისად, დასაქმებულის ბრალი და დამსაქმებლის ბრალი ფორს-მაჟორის დროს ორივე გამოირიცხება. თუმცა თუ არ გვაქვს ფორს-მაჟორული, არ გამოირიცხება თავისთავად. და შეიძლება ფორს-მაჟორზე და საერთოდ დაუძრეველი ძალის დროს ესეთი რამ მოხდეს, რაც მოხდა და ჩვენს მაგიტომ მოხდა ამ სიტუაციაში არის დისტანციური მუშაობა და გვაქვს ჰიგიენის უზრუნველყოფა. დამსაქმების შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოიშვება მხოლოდ მაშინ, თუ ფორს-მაჟორული მოვლენები გრძელდება დიდი, ანუ ხანგრძლივი პერიოდით. მაგრამ ეს ხანგრძლივი პერიოდი არ უნდა გავიგოთ რაღაც უსასრულო პერიოდი. ეს არის გონივრული ვადა, თვეებზეა საუბარი და წლებზე. რაც საკმარისია ვალდებულების შესრულების გამორიცხვისათვის. ასე მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელმა გამონახოს გზა ამ ფორს-მაჟორულის დროს დასაქმებული არ განთავისუფლდეს, არ მიადგეს მას ზიანი. შესაბამისად, თუ არის შესაძლებლობა და არის ესეთი სამუშაო ტიპი, რომელიც მოიცავს დისტანციურ მუშაობას, უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დისტანციური მუშაობა და თუ შეუძლებელია დისტანციური მუშაობა და არის ასეთი ტიპის სამსახური, მაშინ ჰიგიენის უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს. ჰიგიენის უზრუნველყოფა ნიშნავს, რომ თქვენ მაქსიმალურად გქონდეთ შემცირებული დაავადების რისკები. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული სამუშაო პირობების შესრულ ვითარებას და მისადაგების ნაცვლად, მაინც ირჩევს, რომ საქმიანობის შეჩერებას და უნდა რომ უმდავრეს განთავისუფლდეს, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს დასაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებით მოსდენაც. ანუ იძულებითი მოსდენა ირთვება ამ დროს და ამ შემთხვევაში შრომის კოდექსსაც
დავეყრდნობით, როდესაც ის ამბობს, რომ შრომის კოდექსის 34 მუხლში პირდაპირ არის განსაზღვრული პირველი ნაწილი, რომ დასაქმებულს უნდა შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება უნდა მიეცეს სრული ოდენობით. ხოლო ყველა გადაწყვეტილება სამუშაო შეჩერების, შეწყვეტის ან ხელფასის შემცირების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად შესაძლებელი აღიარებულ იქნას ბათილი. რას ნიშნავს ეს? შეჩერება შეწყვეტა იქ ხელფასის შემცირების შესახებ. გვაქვს ჩვენ ძელობები და დასაქმებული როდესაც ეუბნება რომ შეგიმცირებ და ამ დროს არ აქვს უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული ასეთი მდგომარეობა, რომ მსგავსი შემცირება ხელფასზე განთავისუფლების აქტი სრულიად ბათილად იქნეს ცნობილი. შესაბამისად ეს წარმოშობს უკვე ანაზღაურების კომპენსაციის სვალდებულებას და სხვას. ძალიან სერიოზული თემა არის ეს თემაც, რომ არაანაზღაურებადი შეებულების იძულება ხდება. ძალიან სერიოზულია, იმიტომ რომ არაანაზღაურებადი შეებულება შეიძლება განსაზღვრონ მხარეებმა შეთანხმებით და თუ განსაზღვროს შეებულება თვეებით და გაგრძელდა ეს 1-6 თვე, ძალიან თითქმის უტოლდება განთავისუფლება სამსახურიდან და სახსრების გარეშე რჩება ადამიანი. ხოლო ჩვენ კონსტიტუციური უფლება გვაქვს ადამიანზე ზრუნვის, რაკიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ეს მუხლები, საცხოვრებელ შრომის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი და სხვა საერთაშორისო აქტები ჰუმანიზმის პრინციპზეა დაფუძნებული და აუცილებელია, რომ მარტივი განმარტება მოუნახოთ ამ მუხლს, რაც არის 31 მუხლის მეორე ნაწილი, პირდაპირ ასეც ამბობს, რომ დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შეებულება. არა ანაზღაურებადი შეებულება. წელიწადში სუმცირ 14 კალენდარული დღით. სუმცირ 14 კალენდარული დღით, მაგრამ ეს არის დადგენილი შრომის კოდექსით და მუხლის განმარტებას მივყვეთ, დასაქმებულს უფლება და დაუშვებელია დამსაქმების მხრიდან დასაქმებულისთვის ანაზღაურება და ანაზღაურებად შეებულების აღების იძულება და მხოლოდ უფლებას წარმოადგენს, არა ვალდებულებას, თქვენ წახვიდეთ და აიღოთ შეებულება. შესაბამისად, გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით დასაქმებულ სამსახურიდან დაკარგვისა და უმუშევრობის დარჩენის მუქარით იგივე დაშინებები აწყდება, აიძულებენ აიღონ არანაზღაურებადი შეებულება და უარის თქმის შემთხვევაში მათ სხვადასხვა მოქმედებით უქმნიან შეურაცხყოფა და დამამცირებელ გარემოებებს, რაც არის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს და რაც თავისუფლად დასაქმებულ შრომით ურთიერთობაში შევიწროებასაც კი წარმოადგენს. სამუშაო ადგილის შევიწროება, მათ შორის გვაქვს სექსუალური შევიწროება, ყველაზე ცნობილი არის დისკრიმინაციის ფორმა თავის თავში და კერძოდ პირების მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშით განპირობებული ისეთი ქცევა, რომელიც არ არის მისთვის სასურველი, მიზნად ისახავს და რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას, პატიმოყარეობის შელახვას, მორალურ ტრამვას ან სხვა, არის მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემნახველი ან შეურაცხყოფელი გარემო შექმნა, პირდაპირ გვაქვს გათვალისწინებული შრომის კოდექსი. შრომის კოდექსის მეოთხე მუხლის მეხუთე ნაწილში. დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის შემცირება და ანაზღაურებაზე უარის თქმაც გვაქვს, თუმცა ეს არ ხდება, რომ თვე რო დაიწყება, მაშინ ეუბნებიან, რომ შენ ახლა უფასოდ იმუშავებ მთელი თვე, არა, ისინი დასაქმებულები მუშაობენ მთელი თვის მანძილზე და მაშინ, როდესაც უნდა მიიღონ ხელფასი, მათ უცხადებენ, რომ ხელფასს არ გამისცემენ, რამე თუ კრიზისში არის კომპანია და ან უბრალოდ ძალიან შეუმცირებენ ამ ხელფასს. გვაქვს ასევე შრომის ანაზღაურება გადახდის წესი, შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობას წარმოადგენს და ეს გათვალისწინებულია მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ვე-ქვეპუნქტში. ხოლო შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შესვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ანუ ორმხრივი შეთანხმება უნდა გქონდეს ან საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებით. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებით ესაც განსაზღვრული გვაქვს და არ არის რომ რაიმე დისკრიმინაცია გამოიწვიოს პაპერიკით, შეიძლება ეს იყოს დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართული და ეს არის შრომის კოდექსის მე-20 მუხლის მესამე ქვეპუნქტი.
მაინც თუ შრომითი ხელშეკრულება აითვალისწინებს რომელიმე ასეთი პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით, აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებაში შესაბამისი ჩანაწერი არ არის და არ მოიპოვება და ხელშეკრულება არ მოიცავს ამას, ხელფასის ოდენობის ან თუნდაც გადახდის პირობების შეცვლა დასაქმებულის მხრიდან, დასაქმებულის თანხმობის გარეშე ყოველად წარმოუდგენელია და ავტომატურად თავის თავში ასეთი აქტი და ასეთი გადაწყვეტილება, ბათი გადაწყვეტილება უნდა იქნას ჩათვლილი. ბოდიში თქვენ გონი შეკითხვა იყო, ხო? რაღაც ხმა შემოვიდა უცბად. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად ჩვენ გვაქვს დასაქმებულის ვალდებულია, რომ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, დამსაქმებლის მითითება არ უნდა გულისხმობდეს კანონით აკრძალულ ქმედებას და დასაქმებულის უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად, კითხვაზე პასუხი აქვს თუ არა დასაქმებულის უფლება თვითიზოლაციაში მყოფი დასაქმებულის სამსახურში დაიბაროს, პირდაპირ არის პასუხი არა. და ამას ჩვენ ისეთ კანონმდებლობაში და ისეთ კოდექსებში ვხვდებით, როგორც არის სისხლის სამართლის კოდექსი. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, უშუალოდ ჩვენ მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის უახლესი 21 თებერვლის ბრძანებას გავეცნოთ, რაც გამოსცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ წელს და მან პირდაპირ განსაზღვრა პირები, ვისაც ქონდა ან შეიძლება ქონოდა შეხება დაავადების წყაროსთან, ვალდებული არიან იყვნენ იზოლაციაში. ვალდებული და არა უფლებამოსილი. დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის დროს, ანუ შეხების დროს, ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში და აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა. მაგრამ საიდან შეიძლება ეს და რაზე იყოს დაფუძნებული? ეს შეიძლება დაფუძნებული იყოს ისეთ მნიშვნელოვან მუხლზე, რომელიც ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 132 მუხლის თანახმად სხვისთვის განსაკუთრებული საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა. ისრება ჯანინით ან სამუშაოთი ვადით 6 თვემდე. ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე. ანა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე. შესაბამისად, ძალიან საფრთხილო მუხლი არის და ძალიან დიდი გათვალისწინება უნდა მოხდეს და გარდა ამისა დასაქმებულს აქვს სამუშაოსა და მითითების შესრულებაზე უარის ქმნის უფლება, თუ კი ეს სამუშაო შრომის უსაფრთხოების პირობების შეუსრულებლობის გამო გარკვეულ საფრთხეს უქმნის დასაქმებულს ან თუნდაც მესამე პირს, რომელიც იქ მუშაობს. და დასაქმებულს მე თვითიზოლირებული თანამშრომლისთვის სამსახურში გამოცხადების დავალდებულება ყოველად გამორიცხულია და ყოველად დაუშვებელი არის და თუ მართლაც მოხდა ასეთი შემთხვევა და გამოცხადა პირი და მან სხვას გადადო ეს დაავადება, ძალიან ჩვენ თუ წავალთ სისხლის სამართლის კოდექსით დიდი გამოძიების მიხედვით შეიძლება იმაზეც კი ვიმსჯელოთ, რომ თვითონ დასაქმებული, რომელიც გამოცხადდა ასეთ სიტუაციაში მიუხედავად იმისა, რომ თავის უფროსმა დაავალა, რომ გამოცხადებული იყო, მასაც კი დაეკისროს პასუხისმგებლობა და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თვითონ დასაქმებელს, რომელმაც ვალდებულება ჰქონდა, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა, გაცნობოდა საქართველოს კანონმდებლობას და ასევე გაცნობოდა იმ ახალ ბრძანებას, რომელმაც უშუალოდ განსაზღვრა, რა უნდა გამოცხადდეს პირი და შესაბამისად ბრალეულობაც წარმოგვიჩნდა. მაგალითად, სისხლის კოდექსის 252 მუხლის თანახმადაც გვაქვს განსაზღვრული ეს ძალიან კარგად. როდესაც როდესაც სანიტარო-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანთა მასობრივი დაავადება, ან მოწამვლა, ისრება ჯარიმით, ან შინაპატრონობით 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამოთვლით ვადით 3 წლამდე, ან უამის. შესაბამისად, ყველა ამ პროცესში დარღვევა არ შეიძლება მხოლოდ სამოქალაქო კანონმდებლობით იყოს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ასეთ ქმედებებს.
მაინც რომ მოახდინოთ ამ სამართლებრივ შეფასება, დამსაქმებლის ხუნეს დასაქმებული სამუშაო ადგილზე გამოცხადების ვალდებულება შეიძლება შეფასდეს როგორც იძულებითი შრომა, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და არაერთი საერთაშორისო აქტით გვაქვს განსაზღვრული და აკრძალული, გარდა ამისა იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა თავის თავში წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, როგორც არის ILO, International Labour Organization, ღირსეული შრომის კონცეფციის ქვაკუთხედს. და ეს არის ის პრინციპი, რომელზეც დაფუძნებულია საერთაშორისო აქტები. მაინც შესაბამისად დასაქმებულის მხრიდან და დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებული სამუშაო ადგილზე გამოცხადების დავალდებულება თავის თავში შეიძლება შეფასდეს როგორც იძულებითი შრომა და კერძოდ ამასთან გათვალისწინებული შრომის კოდექსისა და სხვა მუხლებით იქნეს გამოყენებული დავის დროს. და მივადგეთ ისეთ მნიშვნელოვან თემას, რომელიც აღნიშნეს აქ დამსწრებმა, რომ ყოფილა შემთხვევა და ჩემი გამოსვლებითაც ბევრი ესეთი შეცდომა დაუშვეს დამსაქმებელმა თუ სპეციალურად გააკეთეს, რომ მათ პირდაპირ დაავალდებულეს დასაქმებულები, რომ თავისი თანხებით უზრუნველყოთ იქვე მომუშავე გარემო სხვა ხსნარით, ანტიბაქტერიული ხარჯებით, აპენდინის აპარატებიც კი, რომელიც ზომავს ტემპერატურას. მაშინ, როდესაც თვითონ კომპანიას უნდა გამოეყო ამისთვის თანხები. რა გვაქვს კანონმდებლობაში? კანონმდებლობაში პირდაპირ გვიწერია, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის მეათე პუნქტში მსგავსად დამსაქმებელი ვალდებულია გასწიოს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებასთან და სანიტარო-ჰიგიენურ ღონისძიებებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ამ ქმედებას. და ჩვენ როდესაც გვაქვს დავები ამ კუთხით, ესეთი გამომარჯვებელი მუხლი, რასაც ვეყდრომით, არის ზუსტად ეს, სადაც პირდაპირ განსაზღვრული დამსაქმებელი ვალდებულია თვითონ აიღოს ეს ხარჯები და სანიტარო-ჰიგიენური ღონისძიებები გაატაროს თავისივე ხარჯით. შესაბამისად, გვაქვს კიდევ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს 115 კონვენციის 21 მუხლი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ დასაქმებულებს არ ევალებათ რაიმე ფინანსური ხარჯის გაწევა შრომის ტექნიკურ და ჰიგიენურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და პირიქით ისინი თავისუფლები არიან ამისა. დასაქმებულებს უფლება აქვთ შესაბამისად მოითხოვონ სახელმწიფოსთან კორონავირუსის გამო, რაც საფუძვლები ჰქონდა ჩვენ დაავადებები, თვითიზოლაცია და კარანტინი, სამუშაოს ვერ შესრულების გათანაბრებული იქნეს დროებითი შრომის უნარიანობასთან და შესაბამისად მიეცეს შესაბამისი დახმარება. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინების შრომის ანაზღაურების ოდენები. ანუ რამდენის ხელშეკრულებაში უწერიათ მათ. და რამდენიც არის მაგალითად 1000 ლარიანი სამსახურიდან პირი ვერ მუშაობს და ვერ იღებს თანხას და 300 ლარს აძლევს. ზემდულში ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული, რომ მან უნდა მიიღოს იმდენივე კონტრაქტში გაწერილი. დასაქმებულის უფლება აქვს დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში თუ დასაქმებულებს არ დაიცვა წინასწარი გაფრთხილების ერთთვიანი ვადა, მოითხოვონ კომპენსაცია არნაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად, უნდა გავსაზღვროთ, რომ 30 კალენდარული დღის ვადაზეც ვისაუბრეთ და არ დაიცვა 2 თვის ანაზღაურებას მოითხოვს. რაც შეიძლება მომგებიანი იყოს დასაქმებულისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ თუ პირმა მიიღო 2 თვიანი ანაზღაურება, მერე უკვე დამსაქმებელი ძალიან სულად არის განწყობილი მის მიმართ და შეიძლება ასე მხატვრულად და ქართულად რო ვთქვათ, აუხიბნეს სამსახურში და შევიწროებებიც კი გამოიწვიოს, თუმცა მერე უკვე დისკრიმინაციის და შევიწროების და სხვა მუხლების წყალობით შეგვიძლია ადამიანი დავიცვათ ამისაგან. მაინც დისტანციური მუშაობის პირობებში მოითხოვოს შრომის სრულად ანაზღაურება და არა ნაწილობრივ, იმიტომ იგი აკეთებს საქმეს მაინც და დასაქმებულისაგან შრომითი კონტრაქტით და შრომის კოდექსის გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც აქვს კონტრაქტში. შესაბამისად, დასაქმებულებს ასევე უფლება აქვთ უარი განაცხადონ არაანაზღაურებად შებულებაზე
თუ არის თქმის შემთხვევაში დასაქმებულს ექნება შეურაცხყოფელი და სამამცირებელი გარემო, რაც თავისუფლად დასაქმებული შრომით ურთიერთობაში გამოიწვევს შევიწროებას, მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, სასამართლოს ან სახალხო დამცველს. ყველაზე კარგი მაინც და ყველაზე ხშირადაც აკეთებენ ის არის სახალხო დამცველთან მიმართვა. სახალხო დამცველი შემდეგ რეკომენდაციას და გამოყოფს გადაწყვეტილებას, რომ დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა და შემდეგ შეგიძლიათ თუ ისევ გაგრძელდა მიმართოთ სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოებსაც კი. მოითხოვოთ შრომითი ანაზღაურება, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, რაც ჩვენ განვიხილეთ წინა სლაიდებზე და შესაბამისად ხელფასის ოდენობიდან გადახდის პირობების შესახებ გადაწყვეტილების პათილად ცნობა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ შორის არ იყოს შეთანხმება და ასეთი არსებითი პირობები თვითონ შეცვალეს თავიანთი ნებით თქვენ და შეუთანხმდეთ. ასევე თვითიზოლაციაში ყოფნისას უარი თქვას დასაქმებულის მიერ სამსახურში გამოცხადების მოთხოვნის შესრულებაზე და არ გამოცხადეს ის, მან პირდაპირ თქვას, რომ ამით საფრთხეს შეუქმნის სხვას რომ გამოცხადეს სამსახურში და ის ვალდებული არ არის რომ გამოცხადეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ასევე ვისაუბროთ შრომის კოდექსის 55 მუხლის შესახებ, რომელიც პირდაპირ მოითხოვს სიცოცხლის ჯანმრთელობის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო შექმნას და სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მოითხოვან სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. დასაქმებულის სადეზინფექციო და პირვადებით მომარაგება და ასე შემდეგ. და თუ ესე არ მოხდა წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართონ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს და ისინი აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას და მათ უზრუნველყოფენ ისეთ გარემოს, სადაც შემცირებული იქნება ინფექციის გავრცელება. ამით მივახლოვდა ჩვენი ტრენინგი დასასრულს. იმედია რომ საინტერესო იყო ეს თქვენთვის. დაველოდებით შეკითხვებს თუ არის ასეთი და დაგემშვიდობებით, იმიტომ 3 წუთი დარჩა თან და მე არ მაქვს შეკითხვები, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო და მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა თქვენ დასწრებით. მადლობა ბატონო შუთა, ძალიან საინტერესო იყო თემა. პირიქში აი სტატისტიკა ძალიან მომეწონა. მადლობა თქვენ. შოთა, მოგესალმები. მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის. გამარჯობა თეონა, სასიამოვნოა შეფიქრე. გამიხარდა თუნდაც ესე ვერბალურ სივრცეში შენი დანახვა. ჩემთვისაც სასიამოვნოა. დიდი მადლობა დასწრებისათვის. დიდი მადლობა. საინტერესო იყო ნამდვილად. შოთა, წარმატებებს გისურვებ მომავალშიც. დიდი მადლობა. თქვენ სულ წარმატება გქონდეთ ყველას. მადლობა. საინტერესო ტრენინგი იყო, შოთა, წარმატებებს გისურვებ. მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის. დიდი მადლობა თქვენც ასევე წარმატება. მადლობა და ნახვამდის. მადლობა თქვენ. ან თვითონ არიან ფაქტები და რაღაცა გაუაზრებად მოხდა. აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ თვითონ მედიცინაზე გავაკეთოთ და არ მიჩნდება იმ შეხვედრას და არ მოწესრიგება და არ იგებს ინფორმაციაზე. უკაცრავად ძალიან ცუდად ისმის თქვენი ხმა და შეგიძლიათ თუ გაიმეოროთ. ბატონო შოთა, ჩავინიშნოთ ვინ იყო თუ ჩანს და რომ დაუკავშირდეთ და ვკითხოთ, იმიტომ რომ კითხვა გქონდა რაღაც სამართლებრივი სავარაუდოდ. დიახ და ძალიან ცუდად ისმოდა და ვერ გავიგე. ბატონო, თუ შეძლოთ რომ გადაარეკვას, კარგი იქნება. მადლობა. შოთა, ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა. მადლობა შენანა. მადლობა ოდაისა. ახლა შემოდის ერთი წევრი, მაგრამ უკვე რაღაც დროსია დამთავრდა და ალბათ შეკითხვის. მაშინ ხვანდელი უნდა შევთავაზოთ შოთა. კი, ასე ვქოთ. ხვალაც იქნება ტრენინგი. როდეში მარი? რომელ საათზე იქნება? ხვალ იქნება 7 საათს. იგივე ტრენინგი. კარგით, მადლობა. მადლობა თქვენ.
ძალიან ინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის და წარმატებები. მადლობა. მადლობა თქვენ წარმატებებით. დაგემშვიდობებით ახლა და ყველას გისურვებთ წარმატებას. მგონი შეკითხვა აღარ არის, იმიტომ დამისვეს და შემდეგ გაიქიშა და ვერ მოვასწარი